მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ხო არ ვიცი, მე მგონი რომ ოცნებამ იმ რამს თუ რაიმე შეიძლებოდა ხალხის შესაჩნევად უკვე გააკეთა და მე ვფიქრობ რომ ისინი ვინც დაურჩით ამ ბრძოლაში, ანუ ყოველგვარი ზღვარი გვაქვს დაკარგული რაღაცა რაც შეიძლება კიდე გააკეთოს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ თითეული ის ადამიანი ვინც იქ დგას, გზას კეტავს, იბრძვის რაღაცა ვიდეოებს წერს, საუბრობთ, თითეული ვარ შეგუებული იმას რომ ამას ვაკეთებთ იმის რისკით რომ თითეული ჩვენგანი ხვალ შეიძლება დააკავონ და ამას ვთქვათ შეგუებული ვართ და უბრალოდ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და არ ვაპირებთ. თუმცა მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ამაზე მუდმივად საუბრობთ, ხო ეს გაგრძელდება კიდევ უფრო მძიმე კანონების მიღება მოხდება და ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად და მეორეს მხრივ უნდა მოვახერხოთ რაღაცნაირად ამაზე ადაპტირება და ჩვენ რაღაც ანუ კედელებს არ უნდა შევასწრებთ, ჩვენ უნდა დავარტყათ იქ სადაც ყველაზე მეტად ვაყენებთ ზიანს რეჟიმს და ყველაზე იმ მიმართულებით რაც ყველაზე მეტად დაგვაახლოებს გამარჯვებასთან. აი ახლა ეს ქუჩის გადაკეტვაზე რაღაცა ყველას განსაკუთრებული ის გვაქვს, ხო აი თითოეულ დღეს გადაიკეტა თუ არ გადაიკეტა და რაღაც ამის აღქმა გვაქვს, რომ აი თითქოს ბრძოლა გრძელდება და კი მნიშვნელოვანია, პროტესტი მნიშვნელოვანია, იქ დგომა მნიშვნელოვანია. ფაქტია რომ გრძელდება, იმიტომ რომ ეს აწუხებს ქართულ ოცნებას. დიახ, მაგრამ იცით რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ რაღაცა რაც აწუხებს და რაღაცა რაც გვაახლოებს გამარჯვებასთან. კი, ნამდვილად ქუჩის გადაკეტა აწუხებს, მაგრამ რამდენად გვაახლოებს ეს გამარჯვებასთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ცოტა ზოგჯერ კონცენტრირდებით იმაზე, რაც აწუხებს და არ მუშაობთ იმის მიმართულებით, რაც გვაახლოებს და გვაახლოებს ჩემი აზრით ის რომ მუდმივად უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას მუდმივად უნდა ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ჩართული იმ პროტესტში და საერთოდ რაღაც ქართული ოცნების მხარესაც არიან. ჩვენი მთავარი გამოწვევა ის კი არ უნდა იყოს, რომ მართლა როგორღაც თუნდაც 10 კაცით გადავკეტოთ რუსთაველი. ჩვენი გამოწვევა ის უნდა იყოს, რომ მართლა ყოველდღე თუ როცა იმ დღეს დავთქვათ, იმდენი ადამიანი გამოვიდეს, რომ არა თუ რუსთაველი რაღაცა მთელი ქალაქი შეიძლება გაჩერდეს და ამაზე უნდა კონცენტრირდეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ვესაუბროთ და მოახერხოთ საზოგადოების გაერთიანება. აქ არის ჩვენი მთავარი გამოწვევა და ის არ უნდა დაგვაუწეს და ანუ არასწორ სამიზნეზე არ უნდა მოახდინოთ ჩვენი მთელი ენერგიის კონცენტრირება. არის სწორი სამიზნე მაშინ. დიახ, სწორი სამიზნე არის ის, რომ ჩვენ მოახერხოთ საზოგადოების გაერთიანება. ჩვენ რას აკეთებს ქართული ოცნება? ხო, ის ცდილობს რაღაცა გამიჯნოს, გაყოფას საზოგადოების, რომ თითქოს ერთ მხარეს არიან რაღაც ქვეყნის მტრები და მეორეს მხრივ არის თითქოს რაღაცა ეს პატრიოტები და ანუ აქ აქცევს, აი ნახეთ ხო, ეს რა ქვია, პაპუაშვილის განცხადებები, რომ თეილ რაღაც ადამიანებს რაღაც მოღალატეები გვიწოდა, საერთოდ ფაქტობრივად მე პროტესტში ვარ ჩართული და აი ისინი ამას ცდილობენ. სწორედ ეს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენ უნდა საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენგანს გვაერთიანებს ერთი მიზანი და ეს არის რაღაც უკეთესი თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრება, ხო? არც ერთ ქართული ოცნების მხარდამჭერსაც კი რო კითხვა არ გეტყვის ის რომ მოსწონს რომ ერთი ადამიანი მართავს დღეს ქვეყანას. არ მოსწონს ის რომ რაღაცა ხვალ შეიძლება უვიზო რეჟიმი დავკარგოთ. ანუ ეს ყველაფერი გაცნობიერებული, მაგრამ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ჩვენს. გასაგებია პროპაგანდა მესმის და უდიდესი ძალა გვებდის, ჩვენს ჩვენ თავს თუ არ დაუსვით კითხებები რომ ჩვენ რას ვაკეთებთ არასწორად რომ თეთრზე შავს ვერ დავანახეთ ადამიანს აქამდე, მანამდე ჩვენ წინ ვერ წავალთ და ეს უნდა გვახსოვდეს აუცილებლად და ამის გათვალისწინებით უნდა მოქმედებდეთ და უდგამდეთ თითოეულ ნაბიჯს.